ნადრევად გაყიდეთ თუ არა შენი ალტკოინები და რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ერთი და იგივე შეცდომა აღარ გაიმეორო take profit-ების დაფიქსირების შემთხვევაში. ამ ვიდეოში განვიხილავ ორ ალტკოინს, Cardano-ს და XRP-ს. ამ ყველაფერს აქვს რა თქმა უნდა თავისი მიზეზი, რატო ვაკეთებ ამ ორ ალტკოინს. ამას აქედან წავიღებ, ოკეი. მაგრამ სამ გადავალ ესე ვთქვათ ჩარტებზე, მანამდე მინდა რამოდენიმე რაღაცა გითხრათ. რა თქმა უნდა, მოგებების დაფიქსირების ყველა სხვადასხვა მეთოდი აქვს, ზოგი უბრალოდ ჩაიფიქრებს ხოლმე რაიმე ციფრს და ელოდება სანამ მისი ალტკოინი, სადაც ინვესტიცია გააკეთა იმ ნიშნულამდე ავა, მაგალითად ავიღოთ ზოგი ფიქრობს, რომ Cardano $3-ზე ავა, $4-ზე ავა, $5-ზე ავა და ჩაფიქრებული აქვს, დაწერილი აქვს ეს ციფრი და ელოდებიან, სანამ ესე ვთქვათ, Cardano სხვა რაიმე კოინი არ აქვს მშვილბარო კოინი, ამ შემთხვევაში უბრალოდ Cardano ავიღოთ და შემდეგ კიდე Ripple-ს განვიხილავ. ელოდებიან ხოლმე ამ ნიშნულს, ანუ ამ ნიშნულზე არავა და ანუ ელოდებიან რამდენიმე წლები და ხშირ შემთხვევაში ეს არც ადის ხოლმე მაგ ნიშნულამდე და სავარაუდოდ მათ ინვესტიციას უმთლიანად კარგავენ, ან კიდე აკეთებენ ისეთ რამეს, რომ ძალიან ადრე ყიდიან ხოლმე, თან ერთდროულად ყიდიან ხოლმე თავიანთ პოზიციებს, რაც ეს ძალიან დიდი შეცდომა არის. რაც შეუნდა გააკეთო არის ის, რომ გზად და გზა ნაბიჯ-ნაბიჯ დააფიქსირო მოგებები, მაგრამ მე გაანიშნავს იმას, რომ უნდა ჩაიფიქრო რაიმე ციფრი, ახლა მაგალითად Cardano რო არის 1.99 დოლარ ცენტზე, არ უნდა ჩაიფიქრო და არ უნდა თქვა, რომ აი მაგალითად $2-ზე გავყიდი, ან 2.5-ზე, ან $3-ზე და ასე შემდეგ. ანუ ესეთი რამე არ შეიძლება, რა თქმა უნდა შეხედო price actions, უნდა შეხედო ჩარტებს, თუ სად შეიძლება იყოს ესე ვთქვათ, სად შეიძლება ისინი გამყიდვლები და მყიდველები, რომ შენც იმათ ხარეს იყო და როცა ისინი გაყიდიან, შენც მაგ დროს გაყიდო და როცა ისინი ყიდიან, შენც მაგ დროს იყიდო, რომ როცა ფასი აიწევს, შენ იყო მოგებაში. კიდევ რა მინდა გითხრათ არის ის, რომ არასდროს არ გაყიდოთ თქვენი პოზიცია ერთდროულად. რატო ამობ ამას? ამას ამობ, იმიტომ რომ შენ არასდროს არ იცი ალტკოინი, გინდაც ინვესტიცია იყოს, გინდაც ტრეიდი იყოს, აი მეც მაგალითად day trading-ში ამ ყველაფერს ესე ვთქვათ, Instagram-ზე ვწვდებ ხოლმე, Discord-ში ვწვდებ ხოლმე, ყოველთვის ხალხს უზიარებ ხოლმე ჩემს ხედვებს. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ინტენსიურად არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა არის ესე ვთქვათ ტრეიდინგი და ერთ ენაზე ვერ ვლაპარაკობ, ანუ მე ახლა ვლაპარაკობ ალტკოინებზე, მე ახლა ვლაპარაკობ იმაზე, რაც ესე ვთქვათ, ყველა დამწყებებს აინტერესებთ, ალტკოინები არის, ალტკოინებზე ტრეიდინგი და ასე შემდეგ. მაგრამ day trading-ის ენა, ანუ სხვა ენა არის, საერთოდ თითქმის არავის არ ესმის, ვინც მეგობრებში მყავსან YouTube-ზე გამომწერები არიან და ასე შემდეგ, ამიტომ ძალიან სიღრმისეულად არ ჩავდივარ ხოლმე, მაგრამ იქაც ვაფიქსირებ ხოლმე, რომ აი ჩემი ტრეიდის ეს და ეს ნაწილი მაქვს გაყიდული ამ ნიშნულზე და 20% ვსტოპ, იმიტომ რომ თუ მოხდა ის, რომ ტრეიდი ისე ჩემ და სასიკეთოდ წავიდა და გააკეთა დიდი იმპულსი, მაინც ტრეიდში ვიყო და იმ პატარა 20%, ანუ პოზიციის 20%-ით კიდე გავაკეთო, დავაფიქსირო, რაც შეიძლება მაქსიმალური მოგება. ჩემი მოგება გავზარდო მაქსიმალურამდე. თქვენი მიზანიც ეს უნდა იყოს, მეგობრებო, როცა გაქვთ პოზიცია ალტკოინებში, გინდ სხვადასხვა ინვესტიციებში, უნდა იყოს თქვენი მიზანი ის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური მოგებით გამოხვიდეთ ბაზრიდან, მაგრამ ეგ იმას ანიშნავს, რომ უნდა იყოს ხარბი, უნდა იყოს გრიდი და ამ ფიქრით, რომ მაქსიმალური მოგებით გამოხვიდე, შენ ასე ვთქვა, დაკარგო ყველაფერი, რაც კი აქამდე გაგიკეთებია. რაც შეხება კიდე ჩემ ტრეიდერს, მეგობრებო, ყველაფერს, ანუ ძალიან გახსნილავდებ ხოლმე ყველაფერს, ტრანსპარენტულად ყველაფერს, ანუ რამდენი მოგებები არ არის წაგებები, ყველაფერს ვდებ ხოლმე, ასე რომ თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ უბრალოდ Instagram-ზე გადახვიდეთ, ან შეგიძლიათ Discord-ში შემოხვიდეთ და თუ ხართ ტრეიდერები, შეგიძლიათ იქ ყოველთვის დაწეროთ თქვენი კითხვები, ან გააზიაროთ თქვენი ჩარტები და მეც დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ხოლმე ჩემ ხედვებს. რაც შეხება კიდე აქ, თუ გაქვთ ხელმაგალითად, მოდი ავიღოთ, რომ თქვენ გაქვთ Cardano ნაყიდი, აი მოდი ავიღოთ, რომ არც ის low ავიღოთ, არც ის შუა ავიღოთ და ვთქვათ, რომ აი თქვენ გაქვთ აი აქ, აი ამ ადგილას ნაყიდი, ხო? თქვენ ვთქვათ, რომ ხართ ახალი შემოსულით, ესე ვთქვათ, კრიპტო ბაზარზე, ნუ არ იცით რა უნდა გააკეთოთ, არ იცით ლეველები როგორ უნდა ჩახოს და შეგაშენ უბრალოდ გაქვთ აქ ნაყიდი და სანამ ეს ვთქვათ, ამ იმპულს გააკეთებ და Cardano მანამდე ესე ვთქვათ, ვიღაცის YouTube ვიდეოებს უყურებდით და ცდილობდით, რომ უფრო მეტი გათვითცნობიერება მიგეღოთ ამ სფეროში. ვთქვათ, რომ აქ გაქვთ ნაყიდი და მოდი ახლა განსაზღვროთ, თუ სად და როგორ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი take profit-ები.
მეგობრებო, take profit-ები არის ყველაზე მთავარი, ანუ თქვენ თავს უნდა დაპირდეთ ის, რომ სკრინშოტები კი არ გადაიღოთ თქვენი საფულეების, როცა ეს მაღლა არის აწეული და მოგება გაქვთ დაფიქსირებული. არამედ გაყიდოთ თქვენი altcoin-ების რაღაცა ნაწილი, იმისთვის რომ ეგ ნაწილი ჩაიდოთ ჯიბეში, მე ამ ნაწილით რის გაკეთება შეგიძლიათ ამასაც აქ აგიხსნით, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მაგალითი არის Cardano-ს და Cardano-ს ზუსტად ეს ლეველი მქონდა აღნიშნული, ანუ ეს ჩანახატი არც არის წაშლილი წინა ვიდეოებში, როცა Cardano მქონდა ესე ვთქვათ განხილული, ზუსტად მაგ დროს ქონდა ეს ლეველები ჩახაზული და ინახეთ რა მშვენივრად შევისუფასე აქამდე ჩამოვიდა. აქ თუ იყრიდი, უკვე იქნებოდი 45%-იან, ხოთ 46%-იან მოგებაში, მაგრამ ამას მალევე განვიხილავთ თუ რა შეგიძლია იმ დაფიქსირებული მოგებით გააკეთო. ვთქვათ რომ შენ გააკეთე აქ ინვესტიცია, ნახეთ ახლა რა ხდება, შენ უნდა გავლო ლეველები, ეს ლეველებიც წინაზე მქონდა ჩახატული, ანუ ხელი არ მიხლია. უნდა გავლო ლეველები, რათა ესე ვთქვათ, იცოდე თუ სად უნდა დააფიქსრო მოგებები, სად შეიძლება ეჯდენ გამყიდვლები და შენს უნდა იზრუნო იმაზე, რომ შენც იმათნაირად იგივე ადგილზე იყო, იგივე ადგილზე გაყიდო და იგივე ადგილზე იყიდო, რათა დააფიქსრო მაქსიმალური მოგება. მოდი ახლა ანუ ფასი განვითარდა, რა თქმა უნდა, წავედით მაღლა. მოდი ახლა ჩავხატოთ კიდე სხვადასხვა ლეველები, რომლებიც შეიძლება კიდევ გაიტესტოს. ეს ლეველი მომწონს, ეს ლეველი მომწონს. ეს ლეველი მომწონს, აქ და ვნახოთ, აბა, რა მხელა განსხვავებებია, 17%, 12%, 22%, მოდი ვიკლიზე ვნახოთ. ეს კატესტილია ეს. ამას ამოვშლი. ეს იყოს. და 23 ნორმალური პროცენტებია. ვთქვათ, რომ თქვენ გაქვთ აქ ნაყიდი მეგობრებო, ნახეთ ახლა რა ხდება, ანუ ჩვენ ვიცით, რომ აქ არის წინაღობა, რეზისტენსი, რაც გინდა ეს დარქვით, ანუ ჩვენ ვიცით, რომ აქ იქნებიან გამყიდვლები, აი აქაც ხედავთ, რომ ამ ლეველს, ამ ესე ვთქვათ, დონეს ჰქონდა აქ წინაღობა და ინტერაქცია, რაც ნიშნავს ეს ყველაფერი, ჩვენ აქ ხედავთ, რომ მოგებები დაფიქსირდა და ფასი ჩამოვიდა ქვემოთ. ანუ ფასი აქ ტყუილობრივად არ შეჭერდა, ჩვენ რო გადავართ ისტორიაში, ჩვენ ვნახავთ, რომ აქ ჰქონდა ლეველი, ანუ აქ ჰქონდა დროპ-ოფი, ეს არის წერტილი, რომელმაც წაგიყვანა აქ ლოკალურ ლოუზე, შემდეგ გაიტესტა, მაგრამ ვერ გავარღვევთ და წამოვიდით ისევ ქვემოთ და აქ ისევ მივედით ამ ლეველზე და ვიცოდით, რომ ამ ლეველზე გვექნებოდა ჩვენ ინტერაქცია, ამ ლეველზე შეიძლება ყოფილიყვნენ, ესე ვთქვათ, გამყიდვლები და ჩვენც უნდა გაგვეყიდა. ანუ ვიცით, რომ აქ შეიძლება ყოფილიყო რეზისტენსი და შეგვიძლია გაგვეყიდა. ნახეთ ახლა რა ხდება, მთლიანი მაგია იმყოფება ამაში მეგობრებო. ვთქვათ, იყიდა შენ აქ, ანუ სპეციალურად არც ლოუს ვიღებ, არც აის ვიღებ, ანუ ჩვეულებრივად ვიღებ აი ამ ადგილს. სპეციალურად ამას არ ვიღებ, რომ აქედან უკვე რაც რა ინფორმაციას გაგდა ხედავ, ადვილი ამ ლაპარაკი, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ არც იაფად, არც ცვირად, აი აქ იყიდე. ანუ თავიდან შენ რა თქმა უნდა იყავი მინუსში, რამდენი პროცენტით, 46%, 190 დღის განმავლობაში, მაგრამ 253 დღის შემდეგ მოაღწია Cardano-ს ნიშნულმა ამ ლეველამდე და შენ გააკეთე, ესე ვთქვათ, 35%. მეგობრებო, ბოდიში ძალიან სიცხე მქონდა ახალი წლის პერიოდში და ახლა გამოდივარ ისედაც ნელა ყურადღება არ მომაქციოთ. ნახეთ ახლა რა ხდება, გაქვს 35%-იანი მოგება. ანუ რა უნდა გააკეთო და რა არ უნდა გააკეთო გეტყვით ახლა. არ უნდა გააკეთო პირველ რიგში ის, რომ მთლიანი პოზიცია გააკეთო. და არ უნდა თქვა, რომ 35% რა არის. ნახე, შენ შეიძლება შესულიყავი $100-ით და $100-ზე 35% შეიძლება თქვა, რომ $35 რა არის. ველოდები რომ $10-ზე ავიდეს და იმას $100-ით გავაკეთო 100.000 და 200.000, ხო? ეგრე არ უნდა იფიქროთ პროცენტებზე და არა თანხაზე. ანუ შენ თუ $10,000 დააფიქსირე 35%, თუ $100 დააფიქსირე 35%, 35%-ია. ანუ შენ ყოველთვის უნდა დააფიქსირო მოგება და არასდროს არ უნდა უყურო რა თანხის მოგება დააფიქსირო. ყოველთვის უნდა უყურო პროცენტებს, იმიტომ რომ ამ ესე ვთქვათ, ტრეიდინგს ვეძახი თამაშს, ამ თამაშში მთავარი არის პროცენტები, თუ რამდენი პროცენტი დააფიქსირო. რა უნდა გაგიკეთებინა? აქ არ უნდა გაგიყიდა შენი მთლიანი პოზიცია. იმიტომ რომ შენი მთლიანი პოზიცია რო გაგიყიდა, ნახე კიდე რა ხდება. ანუ აქედან რომ ავიღოთ, ეხლა ლოკალურ all-time high-ზე სადაც ვიყავით, შენ ვერ გააკეთებდი დამატებით 122%-ს, ამიტომ შენ მთლიანი პოზიცია არ უნდა გაგიყიდა. რა უნდა გაგიკეთებინა? აქ უნდა გაგიყიდა მაგალითად 10, 15, 20%. აი მაგალითად ახლა რა ვიღოთ, აქ რო გაგიყიდა შენ 10-15%. აქაც გაგიყიდა 10-15%. შენ გაგიყიდა 10-15%. აქაც ეგრე
აქაც ეგრე გქონდეს ორდერები დადებული და აქაც ეგრე გქონდეს ორდერები დადებული და ბოლოს გქონდეს კიდევ ერთი 20% დარჩენილი, თუ ფასი წავიდა იმ ნიშნულამდე, რასაც ბევრი ესე ვთქვა წინასწარმეტყველობს, რა თქმა უნდა, ეგეთ ადამიანებს თუ უსმენთ, უბრალოდ ზურგი უნდა შემოატრიალოთ და გაიქცეთ, იმიტომ რომ ისინი არაფრის აზრზე არ არიან. მით უმეტეს ახლა როცა არის ბულ მარკეტი, ყველა მაგარი ტრეიდერი ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ყველაფერი მაღლა ადის და ძალიან ადვილია ესე ვთქვა რაღაც ციფრების ყვირილი და ერთს მაინც გაარტყავენ ხოლმე. მაგრამ ეგეთ ადამიანებს მეგობრებო არასდროს არ უნდა ენდოთ, საკმარისი გამოცდილება მაქვს იმისთვის მიღებული, რომ მე ეს თქვენ გითხრათ. მოკლედ, რა უნდა გააკეთოთ? უნდა აიღოთ, ესე ვთქვათ, ნაბიჯ-ნაბიჯ, გზა და გზა, მოგებები. ნახეთ, ახლა რა ხდება აქ, რომ ვთქვათ, რომ შენ შეხვედი $10,000, ხო? აქ იყიდი $10,000 კარდანო მაგალითად. შემდეგ აქ პირველ take profit-ზე აიღოთ ესე აქ საშუალოდ, მოდი 35% ავიღოთ, ნახე 10,000 გააკეთე შენ $3,500, ესე გაქვს $13,500 პლუს მინუს. შენ გაგიყიდა აქ მაგალითად 10%, ხო? $13,500 10% არის $1,350. შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ დროპი და იმ $1,350-ით ისევ რო გეყიდა, ანუ ერთჯერადად რო არ გეყიდა და გეყიდა მაგალითად ცოტა აი აქ და მე კიდე რო დავარ და ცოტა გეყიდა აი აქ. შენი საშუალო ფასი შეიძლება მე ყოფილიყო ყიდვის საშუალო ფასი პლუს მინუს 40 თეთრი. წარმოიდგინე ახლა იმ $1,300-ზე, რაც შენ ახლიდან ინვესტიცია გააკეთე. გააკეთებდი კიდე დამატებით 240%-ს. ანუ ახლა ნახეთ რა ხდება მაგია რა შემოხდება მეგობრებო. შეიძლება ახლა თქვენ ამას ვერ ხვდებოდეთ, თავიდან შეიძლება მეც ვერ ხვდებოდი, დამწყები რო ვიყავი, მაგრამ მე ამ ყველაფერს პრაქტიკაში რო გამოიყენებ, ამას აქვს უდიდესი ძალა და ანუ თქვენ საფულეები ისე დაიწყებენ ზრდას, რომ თქვენც ვერ მიხვდებით, რომ საიდან მოდის ეს ყველაფერი. ნახეთ ახლა რა ხდება. იმ $1,300-ზე შენ გააკეთე დამატებით, ანუ თქვათ რომ აქ იყიდე და აქ იყიდე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით რომ აქ იყო გასტესტი ადგილები, სამ სხვადასხვა ადგილზე იყიდე და ვთქვათ რომ საშუალო ფასი გამოვიდა 40 თეთრი, იმიტომ რომ ცოტა აქ რო გეყიდა, ცოტა აქ და ცოტა აქ, ანუ საშუალო ფასი გამოვიდა პლუს მინუს ეს. წარმოიდგინე ახლა შენ იმ $1,300-ით გააკეთე კიდე 2.4x, ანუ 240%. ანუ $1,300 იქაც რა თქმა უნდა არ დაელოდებოდი ფასი სანამ აქ ამოვიდა და გაყიდდი შენი პოზიციის რაღაც ნაწილს, ხო? მაგრამ ამ სიტყვაზე ვამბობ, რომ თქვენ განახოთ თუ ასე ვთქვათ, რა სტრატეგია უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური მოგებით გამოხედეთ, ასე ვთქვათ, თქვენი ინვესტიციიდან ან ჰოლდინგებიდან, რასაც hold-თ. იმ $1,300-დანაც გააკეთებდი ამ ხელა მოგებას, მაგრამ იმ ესე ვთქვათ, დარჩენილი რაც გქონდა იქ გაყიდვის შემდეგ, იმაზე გააკეთებდი კიდე 180%-ს, მაგრამ იქიდან რაც ქვემოთ იყიდა, ანუ აქ რა მოგებაც ქონდა დაფიქსირებული და აქ იყიდე, მაგედან გააკეთებდი დამატებით საშუალო გქონდა აქ, დამატებით პლუს მინუს 220%-მდე, რაც ანუ რა თქმა უნდა გიგანტური განსხვავება არის, ხო? პროცენტებში რა ვიყოთ, ძალიან დიდი განსხვავება არის და რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, შენ საფულესაც ეს ძალიან დაეთყობოდა. წარმოიდგინე შემდეგ ანუ მთლიანი პოზიცია გაქვს, შემდეგ კიდე რო გაგეყიდა აი რაღაც ნაწილი აი აქაც გექნებოდა რა თქმა უნდა გაყიდული ალბათ აქედან გაყიდულიდან ქვემოთ იყიდიდი. აქ რომ გაგეყიდა მე კიდე რაღაც ნაწილი და აქ რომ გაგეყიდა კიდე რაღაც ნაწილი. ანუ მეც წინაზე მქონდა ეს ვიდეო დადებული კარდანოზე, ანუ განვიხილავდი ფასი, იმიტომ რომ ყველაფერი მაღლა ადიოდა და ყველა მეკითხებოდა ვიყიდო და მე ვამბობდი რომ ყიდვა ეხლა არის, ანუ არ არის საინტერესო, იმიტომ რომ რევარდი აღარ არის კარგი, იმიტომ რომ შენ თუ იყიდიდი აქ, ჩვენ ვიცოდით რომ აქ იყვნენ გამყიდვლები, მე ვიცოდი რომ ფასი აქედან შესაძლებელია დავარდნილიყო, იმიტომ რომ აქ მქონდა რეზისტენცი, რომელიც ხშირად იყო ესე ვთქვათ გატესტილი და ჩემი აზრით აუცილებლად გვექნებოდა ასე ვთქვათ დროპი, გქონდა კიდევაც დროპი და ტოპიდან რო გავზომოთ, გქონდა ესე ვთქვათ 52%-იანი ფასდაკლება, რაც შენ შეგეძლო გამოგეყენებინა. მე ამ ყველაფრის სკრინშოტები მაქვს დადებული, ესე ვთქვათ, ჩემ Instagram გვერდზე. სკრინშოტები მქონდა დადებული, რომ მე აქ და აქ გავყიდე, ესე ვთქვათ, ჩემი კარდანოს პოზიციის რაღაც ნაწილები და დაუფიქსირე მოგება. რა თქმა უნდა, თანხები არ დამიდია, მაგრამ დავდი ის, რომ გაიყიდა ჩემი ორდერები შევსო და გავყიდე, ესე ვთქვათ, ჩემი პოზიციის რაღაც ნაწილები. და ზუსტად ვიდეოში მქონდა მე განხილული, შეიძლება ეს გატესტილი ყოლები და შეიძლება ეს გატესტილი ყოლები. რა შეგიძლია შენ გააკეთო თუ შენ ხარ ტრეიდერი, რა თქმა უნდა, შეგეძლო აქ შესულიყავდო სტოპ-ლოსი დაგეყენებინა აქ, თუ გაისტოპებოდი, მე შეგეძლო აქ დაგეყენებინა entry და აქ დაგეყენებინა stop-loss. თუ ხარ ესე ვთქვათ ინვესტორი, რაც მე არა ვარ, მე ალტკოინებში ინვესტიციას რა თქმა უნდა არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ამაზე
ხშირად მაქვს საუბარი. თუ შენ ხარ მაგალითად ინვესტორი, დაფიქსირებული მოგებებიდან, თქვათ მაგალითად, შენ დააფიქსირე შენი პოზიციის 15-20% სუმთლიანად მოგება და გაქვს free cash, ანუ cash-ი გაქვს შენ დაფიქსირებული მოგებებიდან, შენ შეგეძლო ჩვეულებრივად 40% ფასდაკლებაში აი აქ გეყიდა. ეს ლეველი ჩვეულებრივად ჩახაზული მქონდა და წინა ესე ვთქვათ ვიდეოებს რო მქონდა ნაყურები, შეგეძლო ჩვეულებრივად გეყიდა. თუ აქ იყიდით მაგალითად, ახლა მოდი გავზომოთ აქედან დღემდე არის 53% გაკეთებული და მე ვიცი რომ აქაც აქვს წინაღობა და აქედან ნაყიდზე მე დავფიქსირებდი პირადად მოგებას, ასე რომ თქვენს თუ გაქვთ ანუ ვისაც თვითონ აქვს ნაყურები და აქ გქონდა ნაყიდი, მე აქ უკვე დავფიქსირებდი მოგებას, იმიტომ რომ ჩვენ აქ გვაქვს წინაღობა. რა თქმა უნდა, ამ დროპზე თუ იყიდო $2000 და 40% მოგებაში ხარ, წარმოიდგინე რომ $800 გაქვს დამატებით მოგება, ხო? იმიტომ რომ $2000 40% პლუს მინუს $800 გამოდის. წარმოიდგინე ახლა რომ შენ იმ პოზიციის 15-20% გაყიდო, ხო? 15-20% ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ მთლიან პოზიციას არ ყიდი. ესე იგი რა ხდება? შენ მოგებას ინახდებ, ზუსტად ის რომ შენი მოგება გაქვს დაფიქსირებული, იმიტომ რომ სკრინშოტები არაფერს ნიშნავს, შენი საფული არაფერს ნიშნავს, სანამ შენ ამ ფულს არ გამოიღებ და ჯიბეში არ ჩადი. წარმოიდგინე ახლა შენ რაღაცა ნაწილი რო გაქვს გაყიდული, თუ ფასი დავარდა აქაც იმ რაღაცა გაყიდული ნაწილით დამატებდი აქ და იყიდი კიდეს, რაც შენ რივარდს უფრო ზრდის, იმიტომ რომ აქედან მაღლა $318 და მაგალითად აქედან მაღლა უფრო ნაკლები 151 და ასე შემდეგ. ესეთი ხოზურად გავზომე. აქედან აქ 240 მაგალითად, მაგრამ მაღლიდან აქ 160. ესე იგი რას ნიშნავს ეს, რომ შენ გაყიდული და დაფიქსირებული მოგებებიდან რაც უფრო ქვემოთ იყიდი, მაღლა რევარდი მით უფრო დიდი არის და მით უფრო მეტ პროცენტ მოგებას დააფიქსირებ. და კარგი ამ ყველაფერში არის ის, რომ შენი მთლიანი პოზიცია არ გაქვს გაყიდული. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ შენ 20%-დან 10%, რაც შენი სტრატეგია არის, მხოლოდ ეგ ნაწილი რომ გაქვს გაყიდული, დანარჩენი ნაწილით ისევ ტრეიდში ხარ, ისევ პოზიციაში ხარ და თუ აქედან ესე ვთქვათ, აქაც რომ არ გაეკეთებინა ესე ვთქვათ, კორექცია რო არ გაეკეთებინა და არ წამოსულიყო, აქ თუ გქონა 20% გაყიდული, დანარჩენი პოზიციის 80% ისევ გექნებოდა და თუ გააგზავნებდა მაღლა და მაღლა სვლას, შენ ისევ ტრეიდში იქნებოდი და არანაირი, ესე ვთქვათ, სანერვილი არ გექნებოდა, რაც ერთადერთი განსხვავება რაც იქნებოდა შენში და სხვის შორის, იქნებოდა ის, რომ შენ უფრო ნაკლები რისკები გექნებოდა, იმიტომ რომ ჩვენ არავინ არ ვიცით, ანუ მომავალში ვერ არავინ არ იყურება, მომავალი არავინ არ იცის, შენ უბრალოდ გაქვს space action-ი, შენ გაქვს შენი ჩარტი და შეგიძლია განსაზღვრო, სად არის ამ ყიდულები, სად არის გამყიდულები, შეიცადო რომ იქ გაყიდო, სადაც ბევრი გამყიდულები არიან და იქ იყიდო, სადაც ბევრი მყიდულები არის. მოდი ახლა განვიხილოთ Ripple-ის ჩარტიც. Ripple-ის ჩარტს ნახეთ, მაგრამ ზუსტად იგივე რაღაც არის. აი აქ მაგალითად, ანუ ჩვენ ვიცით რომ Ripple-ი გადიოდა ანუ საშინელ range-ს, ანუ ხან ისინი იყო, ხან რაღაც სასამართლოები ქონდა და 1000 სულელეები. 1261 დღე იყო, ესე ვთქვათ, ანუ მოგებას არ აფიქსირებდა, ხო, წარმოიდგინე, აქ თუ გქონდა ნაყიდი, აი აქ ამ ადგილას მოგებას ვერ დააფიქსირებდი. ვინც ინვესტორია და აქ გქონდა ნაყიდი, ანუ რა თქმა უნდა, ბოდემს შენ ვერასდროს ვერ განსაზღვრავ, მაგრამ ავიღოთ რომ საუკეთესო მომენტში აქ გქონდა ნაყიდი, გექნებოდა 2x დაფიქსირებული და ხშირ შემთხვევაში ამას არც გაყიდნენ, იმიტომ რომ ყველა ელოდება $10 და $20. შესაძლებელი არის თუ არა რომ მოვიდეს $100-ზე კრიპტოში ყველაფერი არის შესაძლებელი, მაგრამ შენ არ ხარ წინასწარმეტყველი, შენ უბრალოდ რაზეც გაქვს კონტროლი არის იმაზე თუ რას გააკეთებ შენ. ეხლა მაგალითად, ანუ ვისაც აქ გქონდა ნაყიდი, ხო, მაგალითად ავიღოთ რომ აქ გქონდა ნაყიდი და პირველ დიდ ესე ვთქვათ ნიუსებზე და ესე ვთქვათ დიდ იმპულსი აი აქ მაგალითად ავიღოთ აი აქ 155%-ზე ვთქვათ რომ ამ ადამიანმა მაგალითად აქ სუმთლიანად დააფიქსირა მოგება, იმიტომ რომ ესეც ამაზეც ბევრი უშვებს ხოლმე დიდ შეცდომას, იმიტომ რომ დაინახეს 1-2 პატარა წითელი კენდელი 20%-იანი კორექციას შეეშინათ და გაყიდეს მთლიანი ასე ვთქვათ პოზიცია, იმიტომ რომ მეგონათ რომ ოკეი გაიზარდა და ახლა უკვე დროპი იქნება, ანუ 1000 რამე შეგიძლია იფიქრო, როგორც ინვესტორმა, როცა რა თქმა უნდა 1200 დღე range ხარ და მოგებას ვერ აფიქსირებ, თან ყველა საშინელება არის ის, რომ შენ ეგ ფული გაყინული გაქვს, ანუ ვერაფერს ვერ აკეთებ ამ ფულით, ხო? ანუ ეს უდიდეს შეცდომა არის, რაც არ თქვენ თვითონაც არ უნდა გაიმეოროთ, იმიტომ რომ მე თვითონ პირადად ვიცი, ვინც თავისი მთლიანი პოზიცია გაყიდა, ანუ ის 1200 დღე რა თქმა უნდა არ იყო
ამ პოზიციაში დიდი ხანი არ ქონდა ეს პოზიცია, მაგრამ ანუ რო გაიზარდა ფასი და გააკეთა ესე ვთქვათ დიდი მოგება, აი აქედან რო გავზომოთ, რამდენი არის პლუს მინუს 2x რო გააკეთა, მთლიანი პოზიცია გაყიდა. შემდეგ რო დაინახა, რომ აქედან კიდე რიპელმა გააკეთა 90%-მდე, მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ რა გავაკეთო, ესა და ეს შეცდომა დაუშვი და რა გავაკეთო. რა თქმა უნდა, მეუთხარი, რომ უნდა დარწმუნდეს, ესე ვთქვათ, ემოციებს არ აღვეს და ისევ სულელურ ადგილას არ იყიდოს და განსაზღვრეთ ერთად ლეველები, სადაც შეიძლებოდა ყიდვა. ყიდვა შეიძლებოდა აქ, ეს იყო ყველაზე პოზიტიური და ესე ვთქვათ, აგრესიული ლეველი გასატესტი. აქ იმ მთლიანი გაყიდული პროცენტის რაღაცა ნაწილი მოგება დააფიქსირა, ეს უკვე მოგებაშია, მწვანეში არის. ვურჩევ გაიყიდა აქ მაღლა პატარა ნაწილი 10-20%, არ ვიცი გააკეთა თუ არა, მაგრამ ვურჩიე რომ ანუ მთლიანი ესე ვთქვათ, მთლიანი პოზიცია ხო გაყიდა, ანუ იმ პოზიციის რაღაცა ნაწილი ვთქვათ, არ ვიღოთ რომ 20% თუნდაც ისე რიპელისთვის დაეთმო, ვუთხარი რომ ის 20% აქ არ იყიდა, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო კიდე ქვემოთ ჩამოსულიყო, ანუ ეს ადგილი გაეტეს და ეს ადგილი გაეტეს და ანუ ვუთხარი რომ თუ იყიდი მეთქი აქ იყიდე რაღაცა ნაწილი, შემდეგ აქ იყიდე და შემდეგ კიდე ცოტა პატარა თანხა მოიმატა, ესე ვთქვათ, დაიტოვა მეთქი რომ თუ მოხდა და ფასი უფრო ქვემოთ ჩამოვიდა, აქაც გქონდეს მეთქი ყიდვის საშუალება. ასე რომ მეგობრებო, იმედია ჩემი რჩევები გამოგადგათ და იმედია ეს შეცდომები რაც ჩამოვთვალე, თუ გაქვთ დაშვებული, აღარ გაიმეორებთ, იმიტომ რომ დამიჯერეთ, როცა თქვენ ისე მოქმედებთ, როგორც ხა მაგალითად მე ვილაპარაკე და მაგ სტრატეგიას იყენებთ, ყოველთვის, ესე ვთქვათ, ძალიან დიდ მოგებაში დარჩებით და ყოველთვის თქვენი ესე ვთქვათ, საფულეები იმხელა მოგებებს დააფიქსირებთ, რომ შეიძლება თქვენ ძალიან გააკვირვებულები იყოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო მეგობრებო, დალაიქეთ, გამოიწერეთ ახი, შემოდით დისკორდზე და თუ რაიმე კითხვები გაქვთ, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით.